მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღეს ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკავებული მძღოლის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც სამხარაულის ბიუროს ექსპერტები დაკითხეს, ისინი რომლებმაც დასკვნები მოამზადეს. საქმე ეხება გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარ ავარიას, რა დროსაც სატვირთო და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად კი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ორივე ექსპერტი ირწმუნება, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოდიოდა, მას ამისი უფლება ჰქონდა, რადგან მისი სავალი ნაწილი დაზიანებული იყო. თუმცა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა ვერ დააკონკრეტეს დაზიანების მასშტაბი, რადგან მათივე თქმით არ გამოუკვლევიათ. ასევე ერთ-ერთი ექსპერტის განმარტებით მიკროავტობუსის მძღოლის მოძრაობის ზოლის ნაწილი, რომელიც ბეტონით არის დაგებული, სავალ ნაწილს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ბეტონით დაგებული გზით ათობით წელია ავტომობილები სარგებლობენ და არის დახაზული როგორც სავალი ნაწილი. დავკითხეთ ავტოტექნიკურ საქმეზე ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები ზაქარია თეთრაძე და დავით გველესიანი, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებულებაა და მათ მიერ გაცემულია დასკვნა, სადაც სალსახად გამტყუნებულია სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენ უამრავი კრიტიკული კითხვა დავუსვით და თქვენც ესწრებოდით ბუნებრივია აღნიშნულ სხდომას და ესე იგი ესეთი რამ მე არასოდეს მინახავს. ამ ორივე ადამიანზე მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ ერთადერთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს ადამიანები არიან სერიოზულად დავერბოვკებულები რა, მეტი სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ ის განცხადებები, რაც მათ აკეთეს დღევანდელ სხდომაზე, ვრცელია და ახლა ვრცელ წიაღშლებში ვერ შევალ, ამას არ შეიძლება ეწოდოს კომპეტენცია, ამას არ შეიძლება ეწოდოს ექსპერტის განმარტება პატივშემულება. ეს არის უბრალოდ იმ დავალების შესრულება, რაც მას უთხრეს, რაც დააწერინეს და შემდგომში უკვე სასამართლოში ათქმევინეს. მე დარწმუნებული ვარ ერთსაც და მეორეცაც რცხვენოდათ სასამართლოში მათი განმარტების, მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ. ეს სავალდებულო იყო, ავტომანქანას ქრომოდა სათანადო მინიშნება, ნიშანი, რომ ეს ბავშვები გადაყავდა აღნიშნულს და უფრო მეტიც ამ აღნიშნული სამარშრუტო ავტომობილის თუ რა ქვია მიკროავტობუსის მძღოლის პირდაპირ ვალდებულება იყო და ეს ცალკე რეგულირდება ეს წესი, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოძრაობისას, უფრო მეტი და უფრო ყურადღებიანი ყოფილიყო, იმიტომ რომ მას გადაყავდა ბავშვები. მაგაზე რა გიპასუხათ ექსპერტმა? საერთოდ ბუნდოვანი და საბოლოო ჯამში ორივე ექსპერტის პასუხი იყო, რომ მართლები ხართ, მაგრამ მე ესე ჩავთვალე საჭიროდ. ჩვენ ასევე გვინდოდა სასამართლოზე დაკითხული ექსპერტების პოზიცია შემოგვეთავაზებინა, თუმცა ექსპერტებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შემთხვევის გამო სატვირთოს მძღოლი დააკავეს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლიც უნდა დაისაჯოს. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენს რედაქციასთან ბრალს უარყოფს. არგუმენტად ვიდეო ჩანაწერი მოჰყავს და ამბობს, რომ იგი თავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა. რაც შეეხება დასკვნას, როგორც სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პირველ დასკვნაში და მოგვიანებით შედგენილ კომისიურ დასკვნაში მითითებულია, რომ ავარიისას პასუხისმგებლობა სატვირთოს მძღოლს ეკისრება. საპირისპიროს ამბობს დაცვის მხარე, რომელმაც დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც ამბობენ, დასკვნა მაჩვენა, რომ ავარია გამოწვეულია მიკროავტობუსის მძღოლის მიერ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. რა თქმა უნდა, ექსპერტებმა პასუხი გასცეს აბსოლუტურად ყველა შეკითხვას და შეკითხვა იყო მხოლოდ ერთი, ვისი დარღვევით იყო გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა. შეუძლებელია ერთ შეკითხვას ჰქონდეს სხვადასხვა პასუხი. ამ ერთ შეკითხვას ჰქონდა მხოლოდ ერთი პასუხი, რა თქმა უნდა, ექსპერტებმა აბსოლუტურად კომპეტენტურად გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი და პასუხები რაც იყო თქვენ მოისმინეთ. თითქმის 4 საუკუნოვანი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს.
ეს არის ქართულ ენაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი. თითქმის 400 წლის წინ პირველ ნაბეჭდი ქართული წიგნებით ქართული ენა ნაბეჭდი წიგნის ერაში შევიდა. 1629 წელს რომში პროპაგანდა ფიდეს კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი ქართული ანბანი ლოცვანით და ქართული იტალიური ლექსიკონი დღეს შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ქართულ ენაზე პირველი დაბეჭდილი გამოცემა ანბანი და ლოცვები. კითხვას ქართული ანბანის თითოეულ ასობგერას აცნობს და წარმოდგენილია მათი გამოთქმის წესები. ანბანის შემდეგ მოცემულია რამდენიმე ლოცვის ტექსტი. ლათინურად მხოლოდ სათაურებია, დანარჩენი ტექსტი კი ქართულ ენაზეა. ეს სასულიერო პირს საშუალებას აძლევდა სცოდნოდა, როგორ წარმოთქვას ქართული სიტყვები სწორად და როგორ წაიკითხოს ლოცვა ქართულად. მაგალითად, აქ მოცემული ავე მარია. წიგნები კათოლიკე მისიონერებისთვის იყო განკუთვნილი. იმავე წელს რომში დაბეჭდილი კიდევ ერთი წიგნია ქართულ-იტალიური ლექსიკონი. ეს არის ფენომენალური ლექსიკონი, რომელიც თავდაპირველად წარადგენს ასობგერებს. შემდეგ წარმოდგენილია ქართული სიტყვები, მათი ლათინური ტრანსლიტერაცია და შემდეგ იტალიური ეკვივალენტები. ორივე შემთხვევაში წიგნები რომში საქართველოს წარმომადგენლის დახმარებით გამოიცა. ქართულ-იტალიური ლექსიკონის თავფურცელზე ვკითხულობთ, რომ ის შედგენილია სტეფანო პაულინის მიერ, ქართველის წმინდა ბასილის წესის ბერის, ნიკიფორე ირბახის დახმარებით. ეს იყო დასავლეთ ევროპაში თეიმურას პირველის მიერ ელჩად წარგზავნილი სასულიერო პირი, სწავლული ნიკოლოზ ირუბაქიძე ჩოლოყაშვილი. ეს მოვლენა 80 წლით უსწრებს წინ საქართველოში ვახტანგისეულ სტამბაში 1709 წელს პირველი ქართულენოვანი წიგნის დაბეჭდვას. მანამდე კი მე-17 საუკუნის 20-იან წლებში ქართული ენა უკვე გახდა ბეჭდვის მსოფლიო ისტორიის ნაწილი. ეს ადრეული ქართულენოვანი გამოცემები მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ის ასევე არის მსოფლიო ისტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის, ბეჭდის ისტორიის ნაწილი. მე-17 საუკუნის დასაწყისში წიგნები არც თუ ისე ბევრ ენაზე იბეჭდებოდა. ამ თვალსაზრისით ეს ადრეული კოლექციები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ამ კვლევრებისთვის. გამოცემიდან თითქმის 4 საუკუნის შემდეგ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი კოლექციის ნაწილი, ეს წიგნები კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. ბიბლიოთეკის კოლექციები ათასობით ქართულ წიგნს, პერიოდულ გამოცემებს, რუკებს, საარქივო დოკუმენტებს, ფოტოებს და სხვა ტიპის მასალას მოიცავს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში შეგროვდა. ქართული კოლექციის დიდი სეგმენტი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაშია დაცული, რომელიც დაახლოებით 90 ქვეყანას და ენების ფართო სპექტრს მოიცავს. ამ განყოფილებაში მოცულობის თვალსაზრისით ქართული კოლექცია 10 უდიდეს კოლექციათა შორისაა. კვლევრების დიდი ნაწილი, რომლებიც ამ კოლექციით ინტერესდებიან, მხოლოდ საქართველოზე არ არიან ფოკუსირებულნი. ხშირად ისინი იკვლევენ თარგმნის ისტორიას, რეგიონალურ პოლიტიკას, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ისტორიას, საკითხებს, რომლებზეც პასუხების ნაწილს სწორედ ქართულ კოლექციაში პოულობენ. ამერიკაში ქართული დიასპორისთვის ეს კოლექცია სამშობლოდან შორშემონახულ ისტორიასთან კავშირია. შეერთებულ შტატებში მოქმედი უძველესი ქართული დიასპორული ორგანიზაცია ქართული ასოციაციისა და დიასპორის სხვა წარმომადგენლები ბიბლიოთეკას ორგანიზაციის ღონისძიებების სერიის ფარგლებში ეწვნენ. ქართული საგანძურის ნახვა კონგრესის ბიბლიოთეკაში იყო ძალიან ისეთი სიამაყის გრძნობას გაძლევს ქართულს, როდესაც აქ ჩამოდიხარ და ხედავ უნიკალურ გამოცემებს, უნიკალურ წიგნებს, უნიკალურ მასალას და თან ამის შესახებ გესაუბრებიან კონგრესის ბიბლიოთეკაში არაქართველები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან ქართული საგანძურით. მოგახსენებათ, ეს არის უდიდესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში და ძალიან გვემაყება, რომ ქართული კოლექცია, ქართულენოვანი კოლექცია წარმოდგენილი არის როგორც პირველ ათეულში ამ სექციაში, სხვა იმ ენებს შორის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი ქვეყნებით არიან წარმოდგენილი და ყოველ შეხვედრაზე ვცდილობთ, რომ ქართველებს, რომლებიც გვერდებიან ხოლმე, კონდეთ საშუალება თავის თვალით ნახონ, თავის ხელით შეეხონ ამ უძველეს წიგნებს, მე-17 საუკუნეში გამოცემულ ქართულ წიგნებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან წიგნებს, როგორც არის ვეფხისტყაოსანი და სხვა საინტერესო მასალები. თანამედროვე საქართველოს შექმნა 1932 წელს დაფუძნებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის პროექტებს შორის ერთ-ერთია, რომლითაც ასოციაცია ცდილობს საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართ უფრო ფართო აუდიტორიის ინტერესი გაზარდოს.
მთლიანობაში ეს პროექტი ემსახურება იმას, რომ მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს ონლაინ სერიაც, რომელშიც სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ და ეს არის თემატური ვიზიტები, რომელიც იმ თემებს ეხმაურება ძირითადად, რომელიც განხილული არის ხოლმე ვებინარებში. კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ამ კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაციფრულებულია, რაც მკვლევრებსა და მკითხველს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს მათზე წვდომა ონლაინ რეჟიმში ჰქონდეთ. ბუნებრივია მათ შორის საქართველოში ბიბლიოთეკის კედლებს მიღმა 1000-ობით კილომეტრის დაშორებით. ქართლო შარაშენიძე, Independence Avenue Media, Washington. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.